ეს ჭიათურის მეორე საჯარო სკოლაა, სადაც ნატოს შესახებ საინფორმაციო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლიდან 40-მდე უფროს კლასელი ესწრება. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ თებერვალში ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ჩიკვილაძე უფროს კლასელებს შეხვდა. პირველად ხმამაღლა ჭიათურაში ნატოს შესახებ საინფორმაციო შეხვედრის გამართვის სურვილი აქ გაჟღერდა. საერთოდ ნებისმიერი ჯანსაღი ინიციატივა, რომელიც ახალგაზრდების მხრიდან წამოვა, იქნება მხარდაჭერილი აუცილებლად მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან და მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ. და ამის დასტური იყო ეს შეხვედრა, რომელმაც ძალიან სასიამოვნო ვითარებაში ჩაიარა და ძალიან კმაყოფილებელია, მე ვფიქრობ, ახალგაზრდების და ჩამოსული სტუმრებიც. შეხვედრა ჭიათურაში მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ სამსახურთან ერთად დაიგეგმა. ნამდვილად სასარგებლო და კარგი შეხვედრა შედგა ახალგაზრდებსა და ნატოს ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის სემინარის სახით და მომავალშიც ვფიქრობთ, ესეთი შეხვედრები სასარგებლო იქნება ჩვენი მოსწავლე ახალგაზრდობისთვის. ნატოში ინტეგრაცია საქართველოს სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და აუცილებელია ახალგაზრდებს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია ალიანსის შესახებ. ახალგაზრდების ინტერესი კი ნატოს მიმართ იმდენად დიდია, რომ მე-11 კლასელი გოგონას სალომე მაჭავარიანის შრომას და მონდომებას შედეგად სწორედ ასეთი შეხვედრის გამართვა მოჰყვა, რომელიც ნატოს 63 წლის თავს დაემთხვა. ახლა როცა ჩვენი ქვეყანა ასე ისწრაფის ნატოში გაწევრიანებისკენ, ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ მე და ჩემს თანატოლებს უფრო მეტი გაგვეგო ამ ორგანიზაციის შესახებ. მართლაც შეხვედრა აღმოჩნდა ძალიან პროდუქტიული და ამასთან ყველა იმ კითხვას გაიცა ამომწურავი პასუხი, რაც ჩვენ გვაინტერესებდა. მოსწავლეებმა მოისმინეს ლექცია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ისტორიის, მისი მნიშვნელობის, მიზნებისა და მისწრაფებების შესახებ. რაღაც გარკვეული ცოდნა ყველას აქვს ნატოს შესახებ, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის სინამდვილეში რა არის ამ ორგანიზაციის მიზნები და რას ემსახურება. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, მაშინ როდესაც საქართველო ძალიან ცდილობს, რომ ამ ორგანიზაციის წევრი გახდეს. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია გავიგეთ და ძალიან მიხარია, რომ მომავალში დიდი შანსია, რომ ჭიათურაში ახალგაზრდული ოფიციალური ფილიალი გაიხსნას და მეც შევეცდები, რომ ერთ-ერთი აქტიური წევრი ვიყო და ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოსა და ნატოს დაახლოების საქმეში. შეხვედრა ინტერაქტიული იყო. უფროს კლასელებმა მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღეს პასუხი. გარკვეულწილად ეს იყო როგორც 63 წლის იუბილეის აღნიშვნა, ასევე გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ჭიათურელ მოსწავლეებს გავაცანით ჩვენი ორგანიზაციის მიზნები, ამოცანები, ასევე გავაცანით დღევანდელ შეხვედრაზე ნატოს ისტორია, მისი სპეციფიკა, სტრუქტურა, მიზნები, ამოცანები, გაფართოება, მისი დღევანდელი მიზნები და ამოცანები, საქართველოს ნატოს ურთიერთობები. ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. მე მინდა აღვნიშნო, რომ ამ შეხვედრის, ასე ვთქვათ, ორგანიზატორი და დაჟნებულად მომთხოვნი იყო სალომე და მე მას ძალიან დიდ მადლობას ვეუბნები ამ ლამაზი და მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისათვის. აქვე გახდა ცნობილი, რომ ნატოს საინფორმაციო ცენტრის ახალგაზრდული გუნდის წარმომადგენელი ჭიათურაში სკოლა-ლიცეუმის მოსწავლე სალომე მაჭავარიანი იქნება. ამ ტიტულით ის თანატოლებს გოჩა ჩხეტიამ წარუდგინა, რომელმაც მათთან ერთად შეხვედრის ბოლოს ნატოს 63 წლის თავთან დაკავშირებით სკოლის ეზოში ნერგი დარგო.